ცით დაახლოებით რამდენი ადამიანი ცხოვრობს ირანში? არა, არ ვიცი ირანის მოსახლეობა რამდენია. წარმოდგენაც არ გაქვთ? არა. არ იცით იმ ქვეყნის მოსახლეობა რამდენია, რომლის დამხობაც გსურთ? არა, თქვენ მითხარით. 92 მილიონი. როგორ შეიძლება ეს არ იცოდეთ? არ ვიცი, დროს არ ვხარჯავ სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის შესწავლაში. მაგრამ აუცილებელია ეს იცოდეთ, რადგან ამ ქვეყნის სახელმწიფო გადატრიალებას მოითხოვთ. რა მნიშვნელობა აქვს ირანის მოსახლეობა 100 მილიონი იქნება 90 თუ 80? იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ თუ არაფერი იცით ამ ქვეყანაზე, არ მithქვამს, რომ არაფერი ვიცი. კარგი, მაშინ მითხარით, როგორია ირანის ეთნიკური შემადგენლობა. ისინი სპარსელები არიან, ძირითადად შიიტი მოსახლეობით. როგორი პროცენტული ბალანსით? ამ ყველაფერს იმიტომ გეკითხებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, მე არ ვარ ტაკერ კარლსონი, ექსპერტი ირანის საკითხებში. არა, თქვენ სენატორი ხართ, რომელიც ირანის რეჟიმის დამხობას ითხოვს და ამ ქვეყნის შესახებ არაფერი იცით. არა, ეს თქვენ არ იცით არაფერი. თქვენ ამტკიცებთ, რომ ირანი არ ცდილობს პრეზიდენტ ტრამპის მოკლას. არა, ეს მე არ მithქვამს, აშკარაა, რომ ამის თქვენ თავადვე არ გჯერათ. არ გჯერათ, რომ ირანს სურდა ტრამპი მოეკლა. ამის მართლა რომ გჯეროდეთ, დაუყოვნებლივ მოითხოვდით ამერიკელ სამხედროებს საპასუხოდ დაებომბათ ირანი. ჩვენ სამხედრო დარტყმებს უკვე ვახორციელებთ. კი, მაგრამ ამას ისრაელი არ აკეთებს. დიახ, ჩვენი დახმარებით მე ვთქვი, რომ ამას ჩვენ ვაკეთებთ. თუმცა ისრაელს აქვს ინიციატივა ხელში აღებული. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ. თქვენ ახლა ექსკლუზიური ინფორმაცია მომაწოდეთ, რადგან გუშინ ღამით ამერიკის მთავრობამ, კერძოდ ალექს პაიფერმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, ტრამპზე დაყრდნობით უარყო, რომ ჩვენ ისრაელის ეგიდით რაიმე სამხედრო ქმედებაში ვიღებდით მონაწილეობას. არა, ჩვენ არ ბომბავთ ირანს, ამას ისრაელი აკეთებს. კი, მაგრამ ახლა ხომ თქვით, რომ ამას ჩვენ ვაკეთებდით. აქ მაღალფსონებზეა საუბარი, თქვენ სენატორი ხართ. ხალხი ისმენს თქვენს ნათქვამს, რომ ამერიკის მთავრობა ირანთან ომშია ჩაბმული. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.